დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ თელავის საკრებულოსის პირველი ნომერი ჟურნალისტი, მწერალი და უბრალოდ კარგი ადამიანი ნათია მაზანაშვილი ჩაგვერთვება. მოგესალმები ნათია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი სანამ შენ საუბარს დაიწყები და მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი ღია მხარდაჭერა შენს მიმართ და ვუთხრა თელაველებს რომ მათ ნამდვილად ღირსეული კანდიდატი ყავთ. მე მიხარია ნამდვილად რომ ასეთი კეთილსინდისიერი ადამიანები არიან ამ არჩევნებში ჩართული და საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და სწორი არჩევანი გააკეთოს. გისმენთ თქვენ და რა პრობლემები აქვს თელავში მცხოვრებ ადამიანებს? მოგესალმები ლიზა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა პირველ რიგში დიდი მადლობა. შენ მხარდაჭერისთვის პრობლემებს რაც შეეხება ახლაც თელავში ვიმყოფებით. ძალიან ბევრი პრობლემაა თელავის მუნიციპალიტეტში და სოფლებში. არ არის მოწესრიგებული სარწყავი სისტემა, სასმელი წყალი. ადამიანებს ძალიან უჭირთ აქ ცხოვრება, არის უმძიმესი სოციალური ფონი. თითქმის ყველა ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას ან არის დახმარების მოლოდინში. სამუშაო ადგილები როგორც სრულიად საქართველოში არის თელავშიც პრობლემა. მცირე და საშუალო ბიზნესი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის ეს ეხება უნივერსიტეტს, თელავის უნივერსიტეტს, სადაც არსებობდა ადრე სტუდბინები. ახლა ამ მონაცემებით 1400 სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი ბინის უქონლობის გამო. მოგეხსენებათ, მთელს რაიონში გვაქვს ერთი უნივერსიტეტი და შესაბამისად სხვადასხვა რაიონებიდან და სოფლებიდან უწევდათ სტუდენტებს სიარული. ქირები არის ძალიან გაძვირებული და შესაბამისად სტუდენტები ვერ ახერხებენ ქირის ფულის, საჭმელი, გადასახადი და ყველაფრის ერთად თავის მობმას. ამიტომ არის ძალიან ცოტა რაოდენობა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტი. აი თქვენ რა ხედვა გაქვთ ნათია? თქვენ ძალიან კარგად იცით იმ სოციალური პრობლემების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც წლებია უკვე გადაუჭრელია და ასე შემდეგ. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა, რომ მიიღეთ ასე ვთქვათ, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ საჭიროდ ჩათვალეთ არჩევნებში მონაწილეობა მიგიღოთ და რაც მთავარია, რა არის ის თქვენი ხედვა, რა არის ის თქვენი პროგრამა, რომელიც აუცილებლად შესრულდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ იქნებით მხარდაჭერილი. პირველი და მთავარი უნდა მოგვარდეს და სამართლიანად უნდა მიენიჭოთ ადამიანებს სოციალური დახმარება. ლიზა, შენ ჩემთან ერთად მუშაობდი ამ თემაზე და ძალიან კარგად იცი, როგორი უსამართლოდ აქვთ ადამიანებს დანიშნულიც და მოხსნილიც დახმარებები. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ის მეთოდოლოგია, რომელიც 2015 წლის 1 მაისიდან არის ამოქმედებული და საერთოდ არ არის ადამიანებზე მორგებული. როგორ ადამიანს ჰქონდეს ორსართულიანი სახლი, მამა-პაპისეული და თავისი პაპებისგან აშენებული და დღეს მიდიოდეს სოციალური აგენტი და ამ სახლის გამო, ან ქათმის გამო, ან კატის გამო უხსნიდეს დახმარებას, ხო? ეს არის ძალიან უსამართლო და ამ ფაქტებზე როგორც მე ისე მუშაობდი შენც და ძალიან კარგად გახსოვს როგორი უსამართლობა ტრიალებდა არა მარტო თელავში, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. პირველ რიგში უნდა შემუშავდეს და შეიქმნას ისეთი სოციალური მეთოდოლოგიის სისტემა, სადაც ჩართულები იქნებიან თუნდაც მაჟორიტარი დეპუტატები, თუნდაც გამგებლები. ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება არ გვესმის თქვენი ხმა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვის უჭირს, ვის არ აქვს შემოსავალი, ვის მხოლოდ პენსია აქვს. მე ახლა თელავში ვიმყოფები, ხვდებით კვლავ მოსახლეობას და ამიტომ შეიძლება არის ხმაური. შემდეგ აუცილებლად უნდა გქონდეს თელავს სტუდქალაქი. ქონდა თავის დროზე და არ მოითხოვს თელავის სტუდქალაქის აშენება დიდ ბიუჯეტს და ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ამისთვის საკმარისი ხარჯები. სარწყავი და სანიაღვრე არხები. სანიაღვრე არხები სოფლებში თითქმის არ არსებობს და ამიტომაც არის, რომ ძლიერი წვიმის დროს ხშირად სახლში უვარდებათ ადამიანებს წყალი. სარწყავ წყალს რაც შეეხება, ლიზა, ძირითადად აქეთ ადამიანები ამუშავებენ მიწას. ზაფხულში, როდესაც არ არის სარწყავის სისტემა, ძირითადად ხმება ყველაფერი. ეს ეხება ხეხილსაც, ეს ეხება მოსავალსაც, როდესაც ამუშავებენ ბაღვენახებს.
ბლეხები. ამიტომ ეს არის ერთი პრობლემა, მეორე და გლობალური პრობლემა, რაც სრულად თითქმის მთელ ქვეყანაშია, ეს არის რეალიზაციის პრობლემა. ახლა მაგალითად ვიმყოფებოდი თელავის ბაზარში რამდენიმე წუთის წინ გამოვედი. ულპებათ იცით ადამიანებს მოსავალი თავიანთი მოყვანილი ვერ ყიდიან. ზოგს არ აქვს მანქანა რომ თბილისში ჩამოიტანოს პროდუქტი. ანუ არ გადის პროდუქტი არ გადის, ვერ გადის, არ ხდება რეალიზაცია. შესაბამისად ვერ იღებენ იმ თანხას, რაც გლეხმა უნდა გამოიმუშაოს. კი ბატონო. აი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე როდესაც 13 წელია უკვე ხელისუფლებაშია ქართული ოცნება და ხვალ კვლავ არჩევნებში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება აცნობიერებენ თუ არა იმას რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და რა იყო შესაძლებლობა რომ გაკეთებულიყო და არ გაკეთდა მე მაინტერესებს ნდობის ნაწილში ასევე განწყობის ნაწილში საზოგადოების განწყობა და მიდგომა როგორია აი ამ პროცესების მიმართ თქვათ ხედავენ თუ არა ვის უნდა დაუჭირონ მხარი, რატო, რა ღირებულებებით, რა პრიორიტეტები უნდა, ასე ვთქვათ, დააყენონ წინა პლანზე, იმიტომ რომ მე დამიჯერე, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, გახსოვს ობიექტივში, როდის მოვედი, შენთან ერთად დავდიოდი იმ საქველმოქმედო ფონდში, თითოეულ ოჯახში ალბათ ვართ, ხო, თელავში ნამყოფი, ვისაც სოციალური დახმარება ჰქონდა მოხსნილი, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, გაგვიშუქებია ფონდიდან პროდუქტები მიგვიტანია და ვიცით მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ წლები გავიდა და მათთვის ღირს ასე ვთქვათ ცვლილება დიდი არაფერი არ მომხდარა ხო ალბათ ისევ იმ სოციალურ ფონდთან ერთად ცხოვრობენ რომელიც ჰქონდათ ამიტომ აცნობიერებენ თუ არა რომ სხვა ღირებულებებზე უნდა გააკეთონ არჩევანი რას უნდა მიაქციონ ყურადღება როდესაც კანდიდატს ირჩევენ მისი პატიოსნება მისი წარსული მისი ასე ვთქვათ პატრიოტიზმის შეგრძნება არის მნიშვნელოვანი ხო ალბათ აი ამას თუ ხდება საზოგადოება ბეჭით მე როდესაც ვხდები მოსახლეობას ყველა ერთხმად მეუბნება რომ ისინი მიდიან არჩევნებზე და რა თქმა უნდა ჩემი მოწოდება სწორედ ეს არის რომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს ხვალ არჩევნებზე და გააფერადოს 8 ნომერი მოგცეს ხმა რათა დარწმუნდნენ ადამიანები რომ ჩვენ ნამდვილად ვიქნებით მათი ხმა საკრებულოში მე პირადად თელავის საკრებულოში ვიქნები თითოეული თელაველის ხმა რა თქმა უნდა ჩვენ დავდიოდით ოჯახებში მიქონდა პროდუქტები ახლაც მხვდებიან ადამიანები მეუბნებიან რომ იცით ჩემთან ნამყოფი ხართ პროდუქტი წამალი გაქვთ მოტანილი და ალბათ არ გაგიკვირდებათ ახლა რომ გითხრათ ლიზა შენ რომ გითხრა რომ ყველას ვიცნობ სახედე და არავინ არ მავიწყდება მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩემი კახეთის თელავის და ვფიქრობ რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გააფერადებს 8 ნომერს და საქართველოს პატრიოტთა არიან. კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებს არ დავიწყდები, როდესაც ბუნებრივია მახსოვს, როგორ იბრძოდი იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახს სოციალური დახმარება მინიჭებოდა, ან ვისაც უსამართლოდ მოუხსნეს, დაგერეკა მუდმივად ჯანდაცვის სამინისტროში და გეკითხა მათი მდგომარეობა, რატომ მოუხსნეს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს აკეთებდი ამ ადამიანებისთვის და ბუნებრივია, რომ ადამიანებს ეს ახსოვთ. ამიტომ გეკითხები ამას, რომ არიან თუ არა გადაწყვეტილები იმაში, რომ მხარი დაუჭირონ იმ წარსულს, რომელშიც იყო პატიოსნება და ეს ყველაფერი მოგზდევს ის უდიდესი შრომა, რომელიც ჩადე ადამიანების კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ მათი სოციალური ფონი შეცვლილიყო. მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს ყველაფერი, იმაზე კარგად ვიდრე ჩვენ გონია ხოლმე. 70,000-ზე მეტ ოჯახში ვარ შესული და ყველა ადამიანი მახსოვს. და ალბათ მათაც ვახსოვარ, იმიტომ რომ დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, მეუბნებიან რომ გიცნობთ ჩვენთან ნამყოფი ხართ და გვაქვს ადამიანებისთვის რაღაც გაკეთებული და ვართ ნამდვილად დახმარებული. მე მინდა ვთხოვო ჩემს კახეთს და ჩემს თელაველებს რომ არ დაიზარონ და ხვალ აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე, გააფერადონ 8 ნომერი თითოეული ადამიანის ხმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. კი ბატონო. და არის ეს არჩევნები გადამწყვეტი. ყველა უნდა წავიდეს და ყველამ უნდა გააფერადოს 8 ნომერი და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. კი, აი თელავში ასევე სრულიად საქართველოს და
თბილისის მასშტაბით. ნათია, მე დარწმუნებული ვარ, ასევე შენ იქნები ამ ადამიანებისთვის ის შესაძლებლობა, როდესაც მათ პრობლემა ექნებათ, საკრებულოში თამამად მოგადგებიან, დაგირეკავენ და ეს პრობლემა მოიხსნება, რომელზეც ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ აი ჩვენ ვერ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს, რომ თუ ჩვენი პრობლემა ვუთხრათ. ადამიანების მოსვლა საკრებულოში, მე თვითონ ვივლი ადამიანებთან და მე თვითონ დავდივარ, როგორც ვაკეთებდი ხოლმე, შევხვდები, გავმართავ სოფლებში კრებებს და იქ გადაწყდება მნიშვნელოვანი საკითხები. მე ვპირდები ჩემს მოქალაქეებს, რომ ჩემი ნომერი ახლაც საჯაროა და ყველამ კარგად იცის, მაგრამ მე ვპირდები, რომ მე არ დავჯდები კაბინეტში და რა თქმა უნდა ვიმოძრავებ ყველა სოფელში, ყოველ თვე გავმართავ თითო სოფელში შეხვედრას და ამითი გავიგებ მოსახლეობის აზრსაც, გავიგებ პრობლემებსაც და ერთად ვეცდებით, რომ პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ რომ ჩვენ ხალხს ბრძენი და გლეხს ბრძენი ადამიანი არ არსებობს. ნათია, ასევე საინტერესოა, შენ როდესაც ძალიან დიდი ჟურნალისტური გამოცდილება გაქვს, იცი ყოველ არჩევნებზე როგორ ტარდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები და აი ამ ფონზე ძალიან რთულია ალბათ ღელავ ნამდვილად, იმიტომ რომ შენ არაერთხელ ჩემთან ერთად ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა ხოლმე ერთად მუშაობა და თუნდაც მივსულვართ და სიები გვინახავს, როგორ ხდებოდა ამ ადამიანების მოსყიდვა მაგალითად საარჩევნო უბნებზე, როგორ ზიან ხოლმე მანქანაში და იქ რაღაცა კონკრეტულად ინიშნავენ ადამიანებს, ვის რამდენი უნდა გაუნაწილონ მისცემ, ადმინისტრაციული რესურსი არსებობს ძალიან ბევრი, რომელიც მანკიერი პრაქტიკაა, მაგრამ ყველა არჩევნებზე ჩვენ ვიცით, რომ ყველა არჩევნები სამწუხაროდ საქართველოში ამ წლების განმავლობაში ასე ტარდება. აი ამ ფონზე არის თუ არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და განწყობა შენი როგორია? რა თქმა უნდა, ხელისუფლება იყენებს რესურსს, რომ აიღოს პროცენტები, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩემი მოქალაქეების, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. და ველოდები, რომ ძალიან კარგი შედეგი დაიდება. პირდაპირ გვეუბნებიან ადამიანები, როდესაც დავდივართ ქუჩაში, რომ 8 ნომერს ვაძლევთ ხმას, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ვაფერადებთ 8 ნომერს. აი, როდესაც გავივლით ქუჩაში, ხო? ყველა ამას გვეუბნება და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ვიქნებით ძალიან ბევრი და საარჩევნო ყუთთან დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ვერავინ ვერ მოგვერევა და ხმებს ვერავინ ვერ წაგვართმევს. და ამიტომ არის მოქალაქეების ყველა ადამიანის მისვლა არჩევნებზე, რომ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 8 ნომერი აუცილებლად უნდა გააფერადონ, რომ დეპუტატი ყავდეთ სახალხო ხალხის, რომ შეძლონ მასთან მისვლა, პრობლემებზე საუბარი და შემდეგ დეპუტატმა მოუგვაროთ პრობლემა. თუ არა, მაშინ იგივე სიტუაცია იქნება და იგივე პრობლემები გაგრძელდება. ჩვენ აუცილებლად უნდა დავამსხვრიოთ აი ეს, რომ არ შეუძლიათ ადამიანებს შესვლა საკრებულოს შენობაში, მერის შენობაში. რატომაც არა იყოს, როცა უნდა მივიდეს ადამიანი, გაესაუბროს თავის დეპუტატს, ჩვენ ხომ ხალხი გვირჩევს. რა თქმა უნდა. რატომ არ გამოდიან ხალხთან, რატომ არ ესაუბრებიან? შევხვდებით, კვლავ გავაგრძელებ სოფლებში შეხვედრას, მათთან ჩავალ, მათ არ შევაწუხებ, მათთან ჩავალ და მათი პრობლემების მოსასმენად თავად ვესტუმრები. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა, რომ მიიღე გადაცემაში მონაწილეობა და მე ვფიქრობ, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს თელავი. წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ თელავის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ჟურნალისტი, მწერალი, ძალიან კარგი ადამიანი და მუდმივად საზოგადოების პრობლემებზე მომუშავე ადამიანი ნათია მაზანაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ის არის ძალიან მშრომელი ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ ყველა თელაველს ნამდვილად გაუმართლებს იმ შემთხვევაში თუ ეყოლება აი ასეთი სანდო ადამიანი, როდესაც მას ექნება პრობლემა, მას თამამად შეიძლება დაურეკოს, მას კარზე მიუკაკუნოს და უთხრას საკუთარი პრობლემების შესახებ და აუცილებლად ის იგრძნობს მხარდაჭერას, იმიტომ რომ ის ამას აკეთებდა როგორც ჟურნალისტი მუდმივად და არასდროს არც ერთი ადამიანის პრობლემა გულგრილი არ დაუტოვებია. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ამ გზას გააგრძელებს. მადლობა ყურადღებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის და დროებით გემშვიდობებით.